მე ვარ ნიკოლოზ მამულაძე 7 წლის. სწავლობ სკოლა პროგრესში. ჩემი საყვარელი საქმეა ფეხბურთი, ცურვა და თამაში. ამ სამიდან ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთი. ფეხბურთში არ დავდივარ და მინდა შევიდე, იმიტომ რომ ძალიან მომწონს, რომ რომელიმე მაგარი ფეხბურთელი გამოვიდე. მაგალითად, რონალდო ყველაზე საუკეთესო, ჩემთვის ძალიან მაგარი მოთამაშეა. ხუთასაც არ აუშავს კარგი ფეხბურთელია, იმიტომ რომ ზოგჯერ ბევრჯერ ვუყურე და იმდენჯერ გავიმარჯვე, ღამეთაც ვერ ვიძინებდი. მე ახლა ვთამაშობ შეტევაში და ვიტან გოლებს. სულ გატანილი მაქვს 6 გოლი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. როგორ და მაგრად დავარტყი და ნაღამცაში ავარტყი, მაგრაცაში არა, პროსტა მიწაზე დაუმისნე და კარში მივარტყი. და კარში გავიტანე. მეკარე კარში იდგა, მაგრამ ბურთი ვერ აიღო. ყველაზე კარგად გამოვდი, შორიდან ძლიერად დარტყმა. გამოსასწრებელი მაქვს სისწრაფე. გელობანას იმიტომ ვერ ვთამაშობ კარგად, რომ ცოტაზე სწრაფი არ ვარ. ჩემი საყვარელი თამაშია დამალობანა. იმიტომ რომ ვიცი კარგი დასამალი ადგილები. მე მაქვს 1 საიდუმლო ადგილი ხის უკან. მაქვს 1 საიდუმლო ამბავი. ფუნჯები ვთხატავ ძალიან კარგად. იმიტომ რომ ვერ ხვდებია, რომ ფუნჯები მაქვს თუ არა. ხატვა მიყვარს ძალიან. იმიტომ რომ უკვე ლამაზე ვთხატავ და სიამოვნებს. მე ვხატავ სახლს, ნაძვებს, ტყეს და მთებს. ცხოველების დახატვა ძნელია და მიჭირს. მაგალითად, ვეფხვის დახატვა. ლომი, ჟირაფის, სპილოსი. ანუ გველი ადვილია. კიდე ადვილია ჩიტის დახატვა. ჩიტი იმიტომ არის ზოგჯერ ზღვას ხატავ და ასე იესავით, აი ასე ვხატავ და ძალიან ადვილია ჩემთვის, მაგრამ ნამდვილი რომ დავხატო, ის ცოტა ძნელია. ზოგჯერ ფუნჯით ხატვა არ მომწონს, იმიტომ რომ ბევრი მომივიდა და ყველა ხაზზე გადადის მასეა ფლომასტერები. ფანქარით უკვე ძალიან ლამაზად ხატავ. და ერთხელ ფლომასტერი ვცადე და კარგუშელში ვნახე, კარგი რამ და ვერ ვხატავდი. ვცადე და მერე გადავიფიქრე მეორე დამეხატა. ეხო და დღეს მივალ და სახლში დავხატავ ლამაზად და გავაგზავნი კარუსელში. ჩემი ნახატები ძალიან მოსწონს დედას. იმიტომ რომ ვხატავ და გიჩნდება, რომ რა ლამაზი ნახატიაო. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი ძმა, ბებო, დედა და მამა. კიდე მინდა მყავდეს 1 უმცროსი და. ჩემი ძმა არის 5 წლის და ჰქვია გიო. ის არის ცოტა მავნე. ცეცხლი. ხიარული. ანუ მამიკო რომ ჩამოდის, ანუ გიჩნდება, რომ უხარია, ტირილით მერბის და ეხუტება. მამიკო წასულია თბილისში და დღეს ჩამოვა. ჩემი აზრით გიორგი რო გაიზრდება, გამოვა ხატვარიან ფეხბურთელი არ ვიცი, ეხლა რომელი გამოვა, ზუსტად არ უთქვამს, იმიტომ რომ დიდი არ გაზრდილა და მე ძალიან ვფიქრობ ფეხბურთელი ვიყო. მამიკო ძალიან კეთილია, მოდის და მივდივარ და ვეხუტები ძილის დროს, მივდივარ და როდიცა ჩვენს მივდივარ და მშვიდდება, რომელიცა და ძალიან ჭკვიანიც. დედიკო არის მზრუნველი, ჩემთვის ძალიან ლამაზი და ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მან გამაჩინა. ყოველთვის კარგ ფორმაშია და ყოველთვის ლამაზია. არის კარგი დიასახლისი და აკეთებს გემრიელ საჭმელებს. ყველაზე მეტად მიყვარს მისი გაკეთებული სოუსი.
ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს სუპს. იმდენი მეგობარი გოგო მყავს, რომ ვერ ვირჩე, რომელი იყოს ჩემი შეყვარებული. ამიტომ ძალიან რთულია ცხოვრება. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 20 წლის. მეყოლება 2 შვილი, ბიჭი და გოგო. ბიჭს დავარქმევ ნიკოლოს, გოგოს ანას. ჩემ ცოლს დავარქმევ მარიამს. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგად ვსწავლობ. კარგი კლასელები, კარგი მასწავლებელი და კარგი მეგობრები მყავს სკოლაში. ჩემი საყვარელი საგარია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია ნინო ყაჭეიშვილი. მეფერება და ძალიან თბილია. ბავშვობაში მინდოდა გამოსული ვიყავი სპაიდერმენი. გადავიფიქრე, რომ გავეზარდე და ფეხბურთი ძალიან მომეწონა. ახლა მინდა ვიყო 10 წლის. იმიტომ რომ სანამ ფეხბურთელი გამოვალ, ჯერ 7-ის ვარ და მანამდე გვიანია, სანამ 10-ის გავხდები. 3 წელი მჭირდება. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. მე ყველაზე მეტად მომწონს ნოასო, იმიტომ რომ ნოზე ვიწყები. ნიკო მქვია და მიყვარს. არ მიყვარს იასო. იმიტომ რომ იზე მეგობარი არ მყავს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი სწრაფ ლამბორჯინ მანქანას. შემდეგ მონაწილეს ვიტოვებ კითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია ბლტიანი მანქანა. ოღონდ უნდა იყოს წითელი ფერი. ბედნიერება არის სიხარული, ხიმილი, მეგობრობა და სიყვარული. მე ვარ ბედნიერი ადამიანი. არ მოვდიოდი და არ მინდა მეთქი და რომ მოვედი და ყველაფერი ძალიან მაგრად ჩავწერე, მომეწონა.